ახლა კი დავით ჭედლიშვილი მინდა ჩართვა საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში და კარგი ამბავი გვაქვს რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ჩვენი დედაქალაქი რა ლოკაციაზე სად და როგორ ამას მოგვიყვება დრიფტზე გვაქვს საუბარი საღამოშვიდობისა ბატონ დავით მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას და გისმენთ საღამოშვიდობის გიოსალმებით თქვენს ტელემაყურებელს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება გამართული 2021 წელში ამას ჩვენ მოვანდომეთ თითქმის 3 წელი, რომ საქართველოში ერთი ეტაპი მაინც ჩამოსული იყო ღონისძიების და შესაბამისად ერთი ეტაპი ჩამოდის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ეს იქნება ფინალური ეტაპი დრიფტის სერიის ევროპის ჩემპიონატის. გაიმართება თბილისში, ამისთვის შერჩეული არის თვითონ ორგანიზატორთა ერთად ტერიტორია, ჩამოსულები იყვნენ ნახეს, ეს იქნება ბარათაშვილის ხიდის ტერიტორია, თვითონ ბარათაშვილის ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია. საკმაოდ ლამაზი გამოდის თვითონ ლაივისთვისაც და ასევე შეჯიბრების ჩატარებისთვისაც ძალიან მოსაფრთხებელი ტერიტორია არის. შესაბამისად, თბილისს უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი გაიჩნობს არა მარტო სპორტის მხრივ, არამედ უკვე თავისი ისტორიული ნაწილის მხრივ და შესაბამისად ელიას სილამაძე იქნება ყოველთვის ხელმისაწვდომი ტელეეთერიდან მთელ ევროპაში. და ბატონ დავით, თქვენ გაქვთ ასევე საშუალება, რომ ჩვენი გადაცემის მეშვეობით მიმდინარე წელიც შეაფასოთ და თქვათ პანდემიის ფონზე როგორი იყო ეს წელი ავტოსპორტისთვის. ალბათ როგორც ყველა ფედერაციისთვის ჩვენთვის ძალიან რთული წელი იყო, თუმცა ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი წელი აღმოჩნდა ეს წელი. პირველი აღნიშნავ იმას, რომ როდესაც საერთაშორისო ფედერაციაში მთელი მსოფლიო დაიყო ზონება, ჩვენ რატომღაც გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდით აზიაში, ევრაზიულ ზონაში და შესაბამისად ფედერაციის წელწადნახევარი მუშაობის შედეგად ჩვენ წელს რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია. საერთაშორისო ფედერაციის სპორტულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ დავუბრუნდით ევროპას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც ძალიან დიდ შანსს მისცემს ქართულ ბოლელებს პრომიტი განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის. რაც შეეხება სპორტულ სეზონს საქართველოში, ჩვენ ფაქტობრივად აგვისტოში დავიწყეთ სპორტული ღონისძიებები და დაახლოებით 4 თვე ვატარებდით და ამ 4 თვის განმავლობაში ჩავატარეთ 34 ღონისძიება. ასევე აღნიშნავ იმას, რომ წელს პირველად მოხდა საერთაშორისო ფედერაციამ დააფუძნა დისციპლინა, ეს არის დიჯიტალ სპორტი, ანუ ციფრული რბოლის სახეობა, რომელშიც ჩვენ უკვე ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატი და წელს უკვე მოახერხეთ და ჩავატარეთ ერთი საერთაშორისო ეტაპი. საერთაშორისო ეტაპში მონაწილეობდნენ დიდად ბალკანეთის ქვეყნები და მათ შორის ჩვენ საქართველო, ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ და ხორვატები და შესაბამისად 30 რბოლელიდან მასში მონაწილეობდა 10 ქართველი სიმრეიზერი და ათეულში 6 აღმოჩნდა ქართველი და გამარჯვებული ქართველი იყო პირველ და მესამე ადგილოსანი იყვნენ ქართველები. ეს ონლაინ ჩატარებული ტურნირი ახალი პრაქტიკა იყო ჩვენი ქვეყნისთვის და სისტემატიური ხასიათი ექნება? ნამდვილად ეს იქნება სისტემატურად ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც გამარჯვებულიც უკვე მომავალ წელს ჩატარდება, მასში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს იგივე დისციპლინაში მსოფლიო თამაშებში, რომელიც გაიმართება ოქტომბრის თვეში, ეს იქნება საფრანგეთში, წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და მომავალ წელს გაიმართება. შესაბამისად მომავალ წელს ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც ისევ 3 წლიანი მუშაობის შედეგად ჩამოვიტანეთ საქართველოში და ვიტყვით ამამად, რომ რეგიონში, ჩვენს რეგიონში, პოსტსაციდან ჩვენ ვართ პირველები და ჩვენ ვართ ერთადერთები, ვინც მოხდით ამ პროექტში, ეს არის რალისტარი, რომელიც დაიწყება თებერვალში და 4 ეტაპის გაშენდება, შედა იქნება პლუს ფინალური მეხუთე ეტაპი თბილისში გაიმართება. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი, აქ ძირითადი დანიშნულება ამის არის ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მასში მონაწილეობის უფლება მიეცემათ 26 წლამდე ახალგაზრდებს და მასში გამარჯვებული 3 ბიჭი და 1 გოგო გადაინაცვლეს საკონდიტრო ფინალში და შესაბამისად 2025 წლამდე 3 წლის განმავლობაში მათ ექნება შანსი მსოფლიო ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ფედერაციის დაფინანსებით. ასე რომ წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ძალიან კარგი. ასევე მსოფლიო თამაშები არის ჩვენი პრიორიტეტი.
რაც არ უნდა ვთქვათ, მსოფლიო თამაშები ეს არის ის სახეობა, რომელიც უკვე მეორე წელი იქნება, მომავალ წელს მეორედ გაიმართება, ყოველწლიური ღონისძიება იქნება, რომელშიც პირველად ხდება, რომ ქვეყნები მონაწილეობენ ნაკრების სახით, ეს არის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და ჩვენ მონაწილეობდით სამ დისციპლინაში გასულ წელს და გეგმავთ, რომ მომავალ წელს უკვე 18-დან 11 სახეობაში მივიღოთ მონაწილეობა. მეტი მაქვს, რომ შარშანდელი წარმატება, რომელიც გვაჩვენეს ჩვენმა ბავშვებმა კარტინგ სლალომში, არ განელდება ეს ხუთი და შესაბამისად უფრო მეტი წარმატებების მიღწევა შეგვიძლია, ვართ საკმაოდ კონკურენტულები და რეალურად გეტყვით, რომ საერთაშორისო ფედერაციის და ფედერაციის წევრი ქვეყნების ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ქართველები ჩართულიყვნენ ყველა დისციპლინაში. გვაქვს იმის საშუალება, რომ უფრო მეტი მუხტი და უფრო მეტი დაძაბულობა შევიტანოთ, შესაბამისად უფრო მეტად გამოაჩინოთ ჩვენი ქვეყნა და ჩვენს ნასპერზობის შედეგად აიხვეწონ ასევე უცხოელი სპორტსმენები. ძალიან კარგი, მე წარმატებებს გისურვებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე იქ სადაც უნდა მოეწყოს ბარათაშვილის ხიძია ეს დრიფტი, ხალხსაც ექნება დასწრების საშუალება და იქნება ისეთი ღონისძიება, როგორც უნდა იყოს. დავით ჭედლიშვილი, საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.